Καλώς Business Couriers უკვე წლის ბოლოს მზად იქნება სურსათის უვნებლობის კანონი, რომელიც მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს და ის ექსპერტთა აზრით ათასობით წვრილ მოვაჭრეს, მათ შორის გლეხებს ბაზრიდან განდევნის. ამ თემას ჩვენ ერთ-ერთ წინა გადაცემაში შევეხეთ და უბრალოდ შევახსენებ მაყურებელს, რომ საკვების ყველა მწარმოებელს და რეალიზატორს დიახ, მათ შორის გლეხებსაც ბიზნეს ოპერატორად მოუწევთ დარეგისტრირება და მოუწევთ მაღალი საწარმოო სტანდარტების დაცვა, ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება და ასე შემდეგ, რაც ბუნებრივია დამატებით ხარჯებს უკავშირდება და უმეტესობას მისი გადახდა დღეს არ შეუძლია. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ამ ხარჯებს ისინი კოოპერირების გზით გადალახავენ და დააბალანსებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემოშევებული არის კანონი კოოპერირებასთან დაკავშირებით. ანუ ალბათ ზოგ შემთხვევაში მოუწევთ ამ სრულ მეწარმეებს გაერთიანება და გაერთიანებული, ასე ვთქვათ, ორგანიზებულად მოუწევთ შემდგომში სურსათის განთავსება ბაზარზე. ნუ სხვა შემთხვევაში აქ საქმე ეხება მომხმარებლის ჯანმრთელობას, მომხმარებლის სიცოცხლეს და მის ინტერესებს. აქედან ეს კონტროლის გარეშე ვერ დარჩება ვერანაირად. თუმცა კოოპერირება ვიცით რეალობიდან გამომდინარე ნაკლებად შესაძლებელია და ჩვენ ამას ვერ ვხედავთ პრაქტიკაში, ამიტომ წვრილი კაფეები მაგალითად ამჟამად შემოწმება და ახალ რეგულაციებთან გაცნობა მიმდინარეობს, უფრო დახურის შიში უჩნდებათ მათ, ვიდრე კონკურენტებთან გაერთიანების მოლოდინი. გამარჯობათ, ჩვენ გახლავართ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ელენე გიორგაძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები კაფე კერიას გეგმიურ მონიტორინგს ახორციელებენ. შემოწმება საწარმოს დოკუმენტაციის შესწავლით იწყება. შემდეგი ეტაპი კი სამზარეულოს დეტალური დათვალიერებაა. ქალბატონოცა მაინტერესებს სამაციურო სისტემაში თუ გაქვთ დაცული ტემპერატურული რეჟიმები და თუ აკონტროლებთ და თუ გაქვთ ჩანაწერები. აი ეს მაცივარი გამოყოფილია ყველისთვის, ეს არის 0 გრადუსია მაცივარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ რა პირობებში ინახება ნედლეული, ასევე რა პირობებში ხდება მისი გადამუშავება და მომხმარებლამდე მიტანა. სურსათის საწარმოებელი ზედაპირები უნდა იყოს აუცილებლად ადვილად რიცხვადი და დეზინფიცირებადი. სურსათის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომ იგივე თქვენი ხაჭაპური სხვა ზედაპირზე ვერ ხერხდება, რომ გააკეთოთ, ამისათვის გრთავთ ნებას, უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ეს ზედაპირები უნდა იყოს ერთგვაროვანი, ხის ზედაპირები. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მეწარმეს მისი გამოსწორებისათვის გარკვეულ დროს აძლევენ. თუ ბიზნეს ოპერატორი შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, განმეორებითი შემოწმების შემდეგ მას საჯარიმო სანქციები დაეკისრება. შევამოწმეთ აღნიშნული საწარმოს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, შევამოწმეთ პერსონალის ჰიგიენური მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ნედლეული შევამოწმეთ, რამდენად კეთილსაიმედოა, ეს აქცენტი გავაკეთოთ მაღალი რისკის პროდუქტებზე, როგორც არის ხორცი, ყველი, რძის პროდუქტები, რაიმე კრიტიკულ შეუსაბამობას ადგილი არ ჰქონია. ამჯერად კაფე კერიას ჯარიმა არ დაკისრებია, თუმცა როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, სურსათის უვნებლობის კანონის გამკაცრების შემთხვევაში ეჭვი აქვს, რომ საქმე ასეიოლად აღარ იქნება. კანონ პროექტი, რომელიც პარლამენტს განსახილველად მალე გადაეცემა, ბევრ ისეთ ნიუანსს შეიცავს, რაც მცირე მეწარმეებს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის. იმერული ხაჭაპურის გემოს მისაღებად აუცილებელია იმერული ყვიჭრინტი ყველი. არც ერთი გლეხი არ დაიწყებს ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებას თითოეულ თავყველზე. ნუ ასეთ შემთხვევაში მაშინ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ანალიზი, რომელიც ასევე იქნება ცოტა არ იყოს აბსურდული, იმიტომ რომ აი მაგალითს მოგახსენებთ 30 კილო ყველ შემოვიდა, ავიღე ყველა თავის ინჯის, გავიქეცე ლაბორატორიაში, გადავიხადე სხვათა შორის უზარმაზარი თანხა, რომელიც ასევე ღირებულებაზე აისახება, დაუშვათ ესეც გავაკეთე და ლაბორატორიამ 3 დღის წინ მერე მომცა დასკვნა. აი ეს დასკვნა რომ მომცა ეს 3 დღის მერე ეს ჩემ ყოლა აღარ ვარ. იმიტომ რომ ეს არის ჭინტი ყველი. მეორე პრობლემა კი მწერების საწინააღმდეგო სილიკონის ფარდების მოთხოვნა. ელემენტარულად სილიკონის ფარდის ჩამოფარება სამზარეულოს საცხობის კარებზე. საცხობის კარები თბილისის სიცხეები მოგეხსენებათ ხოლმე და 3 კამერა დგას ელექტროღუმელი, რომელშიც ხდება ცხობა პროდუქციის. აი ეს 3 კამერა თბილისის სიცხეების დროს მიუხედავად იმისა, რომ გამწოვი და ვენტილიაციო სისტემები მუშაობს, მაინც პერსონალისთვის გაუსაძლისი პირობებია. მაშინ ჩვენ უნდა გქონდეს 4-ჯერ დიდი სამზარეულო, 4-მეტრიანი სიმაღლის ჭერით. მე ძალიან ვისურვებდი ამას, მაგრამ ამის ქირას ვერ გადავიხდით. ასეთი სამზარეულოს ქირას უბრალოდ ვერ გადავიხდით. და ეს პრობლემა შეექმნება ბევრს. როგორც კერიას დამფუძნებელი ამბობს, თუ ასეთ ნიუანსებს კანონის ავტორები არ გაითვალისწინებენ, მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრდება და დაიხურება. ეს კი უამრავ ადამიანს დატოვებს უმუშევარს. ყველაფერი არის რაღაცა სესხით პროცენტით და რაღაცებით გაკეთებული და ისედაც ზღვარზე ვარსებობ. ძალიან ბევრი ალბათ
დაიხურება და ყველაზე დიდ საშიშროებას მე ვხედავ იმაში, რომ ეს ფორმალური მხარე არ შეიძინოს, თაღლითობის, რაღაც გთამების ინსტიტუტი არ დაბადოს ეგეთმა რაღაცეებმა. რამდენად ირღვევა ამჟამად სურსათის უვნებლობის მოთხოვნები მთლიანად ბაზარზე და რაც გამოიწვევს ამ მოთხოვნათა დაცვის იძულება, ამაზე ახლა გოდერძიშვილს საერთაშორისო ორგანიზაცია KEAS ექსპერტს ვკითხავთ, მოგესალმებით ბატონ გოდერძი. მოდით ვთქვათ, მეორე საკითხია, ქალბატონმა ახსენა ბოლოს მეწარმემ, რომ ხომ არ მიიღებს ეს რაღაც ფორმალურ ხასიათს და უბრალოდ ფულის აღებმიცემობას არ გამოიწვევს, მაგრამ ამას შემდეგ შევეხო და პირველ რიგში დღევანდელი მდგომარეობა, გნებავთ სურსათის წარმოების, როგორც ნედლეულის, გნებავთ მისი გადამუშავების სფეროში, რამდენად აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს და თუ კი ამ ელემენტარული თუნდაც მოთხოვნების უნიფიცირებულად და ესე ძალისმიერად მოთხოვნა დაკმაყოფილების მოთხოვნა გაჩნდა მთავრობის მხრიდან, რას სურათს მივიღებს თქვენი აზრით? ძიმე სიტუაცია შექმნილი საქართველოში. ძიმე სიტუაცია მრავალი ფაქტორის გამო. საქმე იმაშია, რომ მარტო სურვილი ამისთვის, რომ ჩვენ ვახდინოთ, ასე ვთქვათ, გადასვლა ევროპულ რელსებზე, კი ბატონო. შეუძლებელია. ამას სჭირდება ძალიან საკმაოდ სერიოზული მატერიალური სახსრები. პირველ რიგში ეს აუცილებელია ლაბორატორიების არსებობა. თქვენ წარმოიდგინეთ დღეს, როდესაც არავითარი კონტროლი არ ხდება, ამას ერთი და ორი ლაბორატორია არ იყოფა. საქმე იმაშია, რომ აი ახლა ლაპარაკი იყო, ვთქვათ, ხაჭაპურის წარმოებაზე, არა, მცირე კაფეა ხაჭაპურს აწარმოებს, ის როგორც წესი ხმარობს ყველს, იმერული ყვერი ბრძანეს და ხმარობს ხორბალს, არა, ქვილს. ყველი იმის გამო რომ ჩვენთან იწარმოება უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს ბრუცელიოზით დავადების საქონელის მიმართ. უმძიმესი მდგომარეობაა ტუბერკულოზის მიმართ. ყველაფერ ამას კონტროლი ჭირდება. ამას სერიოზული ლაბორატორიული კვლევა ჭირდება წინასწარი. საქმე იმაში კი არა რომ გინდა თუ არა ამ პარტია განსაზღვროთ ლაბორატორიაში არის თუ არა დაბინძურებული ვთქვათ ამა თუ იმ დავადებით არამედ საქმე იმაშია რომ თვითონ ამ წარმოების პროცესში უნდა ხდებოდეს საქონლის შესწავლა არის თუ არა ის დავადებული ბრუცელიოზით არის თუ არა ტუბერკულოზით ან სხვა რომელიმე დავადებებით და ეს უნდა იყოს გამოსუფთავებელი. ანუ სანამ კაფეში მოხდება ეს ყველი, მანამდე კიდე გასავლელია ძალიან ბევრი შემოწმების ფილტრია დასაყენებელი, თქვა ძროხასთან, მერე წველასთან, მერე ყველის ამოყვანასთან, მერე ტრანსპორტირებასთან და მერე სანამ მოხდება სავაჭრო ქსელში. ნუ პირველი და ძირითადი არის თვითონ ეს ძროხა, ის საქონელი საძოვს, როგორ ძოვს და რამდენად ჯანმრთელია. აქედან ეს უნდა იყოს მოგვარებული. რაზეა ლაპარაკი, როდესაც რომელიც მასობრივად ბაზარს მოიცავდა. ძალიან სუსტად არის ეს რგოლი დღეს განვითარებული. კი, მათ შორის თუ კი საუბარია, თქვათ, ეხლა ექსპორტზეც დაიწყო, ხო, საუბარი იქ განსაკუთრებით იქნება საჭირო, მათ შორის დოკუმენტაციის თანხლება. აი სანამ ეთერში შემოხვიდოთ, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეხლა აი ამ წუთას მიმდინარე პრობლემა აქვს მეხილებს ექსპორტირებასთან დაკავშირებით, ხო, უკრაინაში, იმიტომ რომ ელემენტარულ საბუთს ვერ იღებენ. აი რა საბუთზეა საუბარი და ნუ შესაბამისად რუსეთში მით უფრო მკაცრად იქნება. კარანტინის და დაბინძურების პესტიციდებით. საქმე იმაშია, რომ ჩვეულებრივ თქვა ჩვენი მეზობელი თურქეთი როგორც ამ სამსახურის უფროსმა მითხრა ერთ წელიწადში დაახლოებით 400,000 სინჯს იღებს და ხილზე დიახ და წარმოებს მის შესწავლას პესტიციდების დაბინძურებას. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ქვეყანა რომელშიც 4-იც კი არ კეთდება ასეთი სინჯი. ამას ჭირდება ლაბორატორიული აღჭურვა, რა თქმა უნდა, ლაბორატორიების შექმნა ჯერ, მერე აღჭურვა სათანადოდ. და რა გამოსავალი არის აი ესეთ სიტუაციაში გავიგეთ, რომ არ არის. ნუ ბუნებრივია არ იქნება, იმიტომ არ იყო მოთხოვნა. ბოლოს და ბოლოს. ბაზარზე ვერ მოხდება. ფერმერები რა გამოსავალი აქვთ, რომელთაც უნდათ გატანა, თქვა და ამ შემთხვევაში არა ადგილობრივ ბაზარზე. ერთადერთი ახლა ყველა ფერმერის, ყველა პროდუქციის, თქვა, აწარმოებდა უშუალოდ ყველაზე დღეს მოსალოდნელი გასატანი ხილია, მწვანილია. ყველა ამას პატარ-პატარა პარტიებს აწარმოებს, პატარა ფერმერი ახლა იმას არ შეუძლია რომ რამდენიმე ტონა აწარმოოს და ამ პარტიებს მისი კონტროლი ცალ-ცალკე ჭირდება. გართულებულია.
თვითონ წარმოების პროცესში უნდა იქნეს დაცული. ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ პესტიციდების გამოყენებას აქვს რეგლამენტი და ეს რეგლამენტები დაიცვას. ადრე საბჭოთა პერიოდში როგორ იყო? კოლმეურნეობას ყავდა სპეციალისტი, რომელიც პასუხს აგებდა ამ რეგლამენტების დაცვაზე. პესტიციდის გუშინ შეწამლე და დღეს მოვკრიფე და გავიტანე ბაზარზე, ესეთი რამე გამორიცხული იყო. ახლა დღეს ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელია. ამიტომ ალბათ უნდა კოოპერირების გზაზე წავიდეთ. ნუ შესაბამისად, აი თქვა რუსეთის ბაზრის გახსნის პერსპექტივა და მისი გამოყენება თქვენი იქიდან გამომდინარე, რასაც თქვენ საუბრობთ, ფაქტურად შეუძლებელია, ხო? ამ ეტაპზე. შეუძლებელი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აუცილებელია თვითონ განვისწავლება ფერმერების. თუ გერმანიაში ამას დრო ჭირდება, ჩვენ ვამბობთ, რომ აი დღეს, აი 14 ოქტომბრიდან გაისრება ბაზარი. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, სირთულეები ბევრი იქნება. მაგრამ აი ის იმ კონკრეტულ პარტიაზე, რაც თქვენ საუბრობდით, ეხლა ვაშლის მაგალითად თუ ხილის ვაშლის პრობლემა ძალიან სერიოზული გვექნება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით პესტიციდები გამოიყენება ამ კულტურაში. და საკმაოდ დაახლოებით 8-9 მეტი თუ არა შეწავლა ხდება. ხო, ანუ ყველა ცივილიზებული ფერმერი დღეს იყენებს, ხომ? ანუ აქ უხარისხო პესტიციდებია, მაშინ იქნებ ამის მიტანამდე მოხდეს კონტროლი, სანამ მოხდეს არ არის ლაპარაკი. პესტიციდებს აქვს თავის გამოყენების ვადები, დოზები და მოიქნეს დასული ეს ელემენტარულად იმ ფერმერმა, რომელიც აწარმოებს ამას და სურს რომ გაიტანოს პროდუქცია, მერე იურიდიულად პასუხისმგებელი უნდა იყოს ამ საკითხებზე. ერთი მხრივ და მეორე მხრივ ახლა კანონის წინაშე უნდა აგებდეს პასუხს ის თუ დაბინძურებული პროდუქციას გაიტანს სადმე მით უმეტეს საზღვარგარეთ. რა მნიშვნელია თქვა გავიტანენ ავთლიხის ბაზარში და მივყიდეთ ჩვენ მოქალაქეებს დაბინძურებული პროდუქცია, რომელიც ჯანმრთელობას თოფი არაა, ის მაშინ ვერო ესროლო და მოკლას, მაგრამ ერთი თვის მერე თუ 5 თვის მერე თუ 5 წლის მერე ის გამოიწვევს თქვა გარკვეულ დაავადებას, თქვა ღვიძლის დაშლას, ამის რისკის ქვეშ საკუთარი მოქალაქეების დაყენების უფლება არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს და არც ერთ ანუ ეს უვნებლობის მოთხოვნა არის აუცილებელი დროული, მაგრამ პრობლემა მე ვთქვათ რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი არის ის რომ არ არის სისტემა კონტროლის შექმნილი, ეს ერთი და მეორე რომც იყოს აღმოჩნდება შედეგები ძალიან ცუდი გამომდინარე პრაქტიკიდან რაც არის კეთილი. ძალიან ნელა მივდივართ პროგრესისაკენ. დიდი მადლობა, მადლობთ ამ ანალიზისთვის. ამ თემას ჩვენ რეკლამის შემდეგაც შევეხებით, რადგან სურსათის სააგენტოს ხელმძღვანელი იქნება ჩვენი სტუმარი, თუმცა უმთავრესად მაინც ხილბოსნეულის ექსპორტისთვის რუსული ბაზრის გახსნაზე ისაუბრებს ის. ახალ ბაზარზე ექსპორტისთვის ფერმერები მზადებას უკვე იწყებენ, მათ შორის პირველად სუფრის ყურძნის მწარმოებლებიც. აქამდე ამ სეგმენტში ადგილობრივი ბაზარიც კი მეტწილად სომხურ იმპორტს ეკავა და წელს პირველად ის ქართულმა პროდუქციამ შეავიწროვა. დაგველოდეთ. მოჩევით უნდა იგებს, აი, რაც კაი მტევანია, ის მოწოდეთ ფრთხილად ჩაეთ ყუთში. სუფრის ყურძნის წარმოება მალხაზ ფურცელაძემ 3 წლის წინ დაიწყო. მოტივაცია კი თბილისის ბაზარზე სომხური ყურძნის მაღალი ფასი გახდა. სუფრის ყურძნის ნერგები სომხეთში შეისყიდა და გურჯაანში 10 ჰექტარ ფართობზე გააშენა. ჩავედი იქ ადგილზე ვნახე იმათი ვენახებიც, მაცივებიც, როგორ ხდება ტექნოლოგიას, როგორ ინახავენ ყველაფერი. დავინტერესდი ამ ბიზნესით, მოინდომა ეს ვენახების გაშენება, რომ ჩემი საკუთარი ყურძენი შემენახა. ახალშენი ჯერ მცირე მოსავალს იძლევა, ამიტომ გასულ წელს მე ვენახემ მაცივარში საკუთარი მოსავლის გარდა გლეხებისგან შესყიდული ყურძენიც დააბინავა, ჯამში 60 ტონა, რისთვისაც ბანკის კრედიტი აიღო, მაგრამ ბაზარზე მოულოდნელად შეცვლილმა სიტუაციამ ძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო. გასულ წელს ძალიან წარუმატებელი წელი იყო წესთიო. 3 წელი არ შემოდიოდა სასომხეთის ყურძენი, სანამ საქართველოში ქართული ყურძენი იყო ბაზარზე. არ შემოდიოდა ეს ახერხი თავისი ახერხი პრეზიდენტი მთავრობა. ხელისუფლების შეცვლის მერე სომხური შემოვიდა კონკურენცია ვეღარ გაუწია ამ ქართულმა ყურძენმა. ფინანსური ზარალის გამო მე ვენახემ წელს გლეხებისაგან ყურძენი აღარ შეისყიდა და მაცივარში მხოლოდ საკუთარი მოსავლის დაბინავება დაიწყო. ფიქრობს რომ 3-4 ტონის გაყიდვას მოახერხებს, რადგან მთავრობის მიერ სომხური ყურძნის იმპორტზე დაწესებული ახალი რეგულაციები მის პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის. საბაჟო მოსაკრებელის გაზრდით სასომხეთთან, რომელსაც ამ ხელისუფლებამ მიაქცია ყურადღება გასული წლის რაღაც მოვლენების შემდეგ, გამოიწვია იმ ყურძნის დაზვერება ფაქტიურად. შემოტანილი ყურძენი სასომხეთთან ორილდაიდან ზევით უნდა იყოს თვითღირებულებით. ფაქტიურად ქართული ყურძენის იაპ სეგმენტში როგორც ესე ვთქვათ, იმუშავებს და ისიც იქნება ის მაღალფასიანი უკვე, ვისაც ენდოება იყიდოს საზოგადოებრივი ყურძენი.
როგორც ამბობენ, სუფრის ყურძნის ბიზნესი საქართველოში ჯერ ახალია და წელში გამართვა სჭირდება. თუ მთავრობა ადგილობრივ წარმოებას ხელს შეუწყობს, ეს ბიზნესი საკმაოდ მომგებიანი გახდება და კონკურენციას სომხურ ყურძენსაც გაუწევს. მით უმეტეს თუ რუსეთის ბაზარი ქართული ყურძნისათვის ღია იქნება. ეს არის სასომხეთიდან შემოტანილი ყურძნის ჯიში. სომხები შაუმი ასე ძახიან. თბილისში დამსკი პალეცი ჟარგონით ესე ქვია. 17 აგვისტოს დაიწყეთ ამ ყურძნის ზაგრება. 17 სექტემბერს დაიწყეს სასომხეთში ამ ყურძნის ზაგრება. ერთი თვით 20 დღით მაინც მინიმუმ წელს გააჩნია. ჩვენ წინ ვართ ეს საწყელია ესეთი ჩვენი ქვეყნისა, ვიდრე ისინი. 20 დღე სულიად საკმარისია, 20 დღე ყურძენი დავკრიფოთ და გავიტანოთ, ასეულობით ტონა ყურძენი გავა საექსპორტო და ის თანხაშემო, რომელიც გლეხობას წაადგება, ხალხს წაადგება. რუსული ბაზარი ქართული ხილისათვის უკვე გაიხსნა, მაგრამ ქართული ყურძნის დაგემოვნებას რუსები წელს ალბათ ვეღარ შეძლებენ, რადგან პასუხმა დააგვიანა და კახელი მევენახეები ამ სიახლეს მოუმზადებლები შეხვდნენ. წელს დაგვიანებულია. ეს უკან მიდევნებული სანთელი გამოდის ამდენად დამიჯერეთ ეს. პრაქტიკულად ყურძენი აღარ არსებობს. შიში იმისა, რომ არ გაიყიდებოდა შენახვისთვის ყველას ჰქონდა, ვისაც სამაცივე მეუნება აქვს, არავინ არ შეინახა. ან შეინახა უმნიშვნელო რაოდენობით, რაც თბილისის ბაზისთვისაც ნაკლები იქნება და გასტანი აიქნება. წელს ესია და გაიცას ალბათ მოსწავლობით უკეთეს იქნება საქმე. წელს კახეთის რეგიონმა ყურძნის რეალიზაციიდან 100 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა ასეთივე შთამბეჭდავი ვერ იქნება სუფრის ყურძნიდან მიღებული შემოსავალი, რადგან კახელებმა მხოლოდ 200 ტონის დასაწყობება მოახერხეს, ანუ სამჯერ ნაკლების ვიდრე გასულ წელს.